ბადურაშვილი და ოთო ფოლადაშვილი. ნელი ვალსი. ესე იგი სიმღერით ხო გვახარებდა, ეხლა როგორც ცეკვავს, რომანტიკული, ფანტასტიკური და საფა. შეგვიფასე ნინი. აი აქ რომანტიკა, აი აქ მომიწყეთ, თუ შეიძლება მადლობთ. იცი, წინა გადაცემაში ესენი რომ დავინახე, თქვი რომ რაღაცა ხდება, მე მგონი მათ შორის გქონდა რაღაცა საოცარი connection-ი ქონდა ამ წყვილს. ეხაც არის. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ უფრო თვალებში შეგეხეათ ერთმანეთში და უფრო რაღაცა კონტაქტი ქონდეთ, იმიტომ რომ წინა გადაცემაზე ზუსტად ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ისეთი რაღაცა კონტაქტი ქონდათ, რაც სხვა წყვილებს არ ქონდათ. რა თქმა უნდა, ხა თვითონ როცა ნელი ვალსი და სადაც ნელ ცეკვაში, რატომღაც ხალხს გონია ეს უფრო იოლია, ვიდრე ჩქარი ცეკვა, ყველა ხარვეზი უფრო ჩანს. მით უმეტეს თუ არ ახარ ნაცეკვი. რაღაც პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ პრინციპში, საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი ფიგურები ქონდათ. უბრალოდ აი უფრო ითამაშეთ ამ თქვენ კონტაქტზე, რომელიც გააქვთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი მემგომი თავარი ისეთი კოზირი, ხო? კოზირი. თუს კოზირი. კალბატონი. ნინო, ხო? სხვათა შორის ნელი ვალსი. და გვესმის. ჩვენ გვესმის, ტელემაყურებელს ესმოდა წერან და ჩვენ არ გვესმოდა უბრალოდ. ეხლა ყოველ მე მგონი არავის არ ესმოდა, ეცის გავი. მეც არ მესმოდა ჩემი ხმა. ნინი და ოთო, ულამაზესი წვილი ხართ და საერთოდ ულამაზესი ცეკვა იცეკვეთ. ნელი ვალსი არის ძალიან ლამაზი, ძალიან ჰაეროვანი, თავისთავად ამაღლებული. და ისეთია, სასიამოვნო საყურებელია ძალიან. მაგრამ მაინც აი რთულია და ტექნიკურად ძალიან ძნელი შესასრულებელია ვეთანხმების სოფოს, იმიტომ რომ უფრო მეტი ისეთი დისციპლინა საჭირო ამ ცეკვაში, ტექნიკურად შესრულება უფრო თითქოს ჩაჩაჩაზე უფრო ადვილი ჩანს, მაგრამ ამ დროს ესე არ არის. მაგრამ ძალიან ლამაზი იყავით, ოთო შენ საერთოდ ფანტასტიკური მოცეკვავე ხარ, ყოველთვის აფთოვანებული ვარ. და არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევ ნინის. დიდი მადლობა და ცეკვის გურუ გოჩა რას გვერდის. ნინი კონკრეტებ. ცეკვის სამურაი. ნინი, please. All right, ნინი ოტო. რა მინდა რომ გითხრათ რომ რა არის კარგი ცეკვა, right? Good dance. არის რომ მაყურებელს ხალხს ჩვენ რაც გვესმის რომ visually დაგვანახო რაც გვესმის, right? Bravo, მაგი გააკეთეთ 100-ზე, ორივე. Fantastic, yeah. ესე იგი რაც სიმღერა გვესმოდა visually შენ შეასრულე. ძალიან ხო, პრობლემა არის რაში.
ძალიან სერიოზული მომენტები გაქვს კარგი და მე უცებ ძალიან სერიოზული ცუდი, ესე extreme. ძალიან კარგი და მე უცებ ძალიან ესე რომ like wow, ამას ვერ გაპატიებ, მაგრამ ძალიან სერიოზული კონკურენტი ხართ თქვენ ორივე. ამიტომ ძალიან გთხოვ რომ იმუშავე, რომ არ მომცე მიზეზი, რომ ცუდი ქულა დაგიწირო, მინდა რომ you are good. უბრალოდ technically იმუშავე, ეგეთ წინწონასწორობა, frame, ეგეთი რა more practice. იმიტომ რომ ნიჭი როგორც ყული ეს fantastic. იმიტომ რომ სხვა ადგილას წამიყვანე, მუსიკასაც მიდიოდა იქ. Absolutely. უბრალოდ technically მხრები მოიტანეს არა? ამიტომ ეგ არის ძალიან ძლიერი gift. ნიჭი. და გამოიყენე და გამოიყენე და დაგვანახეს ყველაფერი ძალიან დიდი